თბილისში რუსული ენის დაცვის და პუშკინის დაბადების დღე აღნიშნეს. პუშკინის სკვერში შეკრებილებს რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენელმა სიტყვით მიმართა, თუმცა ოკუპაციაზე დასმულ კითხვებს გაექცა. შეკრება გააპროტესტეს სამოქალაქო აქტივისტებმა, მობილიზებული იყო პოლიციაც. ბათუმში მოკლული როლანდ დავითაძის ოჯახის სავარაუდო დამნაშავედ მეზობელს ასახელებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პოლიციას დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებია. მკვლელობა ერთი კვირის წინ ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. 45 წლის დავითაძეს 8 კვირა ესროლეს. ებრაელების საყვარელ ადგილას ირანი ახალ ფილიალს ხსნის. ამ სათაურით აქვეყნებს ისრაელის მედია საქართველოზე სტატიას. ავტორი ნეთანიაჰუს ყოფილი მრჩეველი არიელ ბოლშტეინია. მასალაში საუბარია საქართველოში ირანის გავლენების გაძლიერებასა და ოცნებასთან კავშირებზე. სტატიაში თეირანის გავლენის ერთ-ერთ მთავარ კვანძად დასახელებულია ირანის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული ფილიალი. სანქტ-პეტერბურგში უკრაინული დრონების სამიზნე სავარაუდოდ რუსული წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი გახდა. ამ ობიექტზე აპროექტებენ ძრავებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის. უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სიღრმეში 1000 კილომეტრის მანძილზე შეაღწიეს. დაბომბეს ნავთობ ბაზა და იარაღის საწყობი კრასნოდარსა და ლენინგრადში.